უნდა ჩვენი შესანიშნავი გადაცემა. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი მიმდინარე წლის განმავლობაში 10 ავტომატური სადგურით ფართოვდება. ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 18 სადგური, მათ შორის 15 ავტომატური და 3 მობილური. მეც ამ თემის შესახებ ჩვენი სტუმარი გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე გვეტყვის. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ გარემო და მისი დაბინძურება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი საქართველოში, იმიტომ რომ ეს თემა მუდმივად გვადარდებს, ხან გვესმის მითები, ხან გვესმის რეალობა და რა ხდება, როგორ მიმდინარეობს ამის მონიტორინგი. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელთ, მადლობა მოწვევისთვის. ალბათ მართლაც ძალიან აქტუალურია ეს საკითხი, რაზეც ვსაუბრობ. ბუნებრივია, რომ ყველას გვაინტერესებს, როგორია ჰაერის ხარისხი, რომელსაც სუნთქავთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში ნამდვილად არსებობდეს მონიტორინგის ქსელი, რომელიც მოგცემს რეალურ სურათს არსებულ მდგომარეობაზე და უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას, მონიტორინგის უფრო გაუმჯობესება სიტუაცია. ხო, დიახ, იმიტომ რომ მონიტორინგი რომ გაქვს, ინფორმაცია რომ გაქვს, უკვე შეგიძლია შემდეგ ღონისძიებებით დაგეგმო ზუსტად როგორ გაუმჯობესო მდგომარეობა. როგორც მოგეხსენებათ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქცია და სწორედ გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მოკლედ მოგახსენებთ, როგორ არის ეს სისტემა დღეს ჩვენს ქვეყანაში აწყობილი. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ მონიტორინგი მიმდინარეობს უკვე სრულად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხობრივად და თვისობრივად ძალიან განვითარდა ეს სფერო. როგორც უკვე თქვენ ბრძანეთ, გვაქვს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურები. ეს სადგურები განთავსებულია ბუნებრივია დედაქალაქში ყველაზე დიდი რაოდენობით 5 სადგური გვაქვს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში 2 სადგური გვაქვს. ასევე ვაწარმოებთ ასეთი სადგურებით მონიტორინგს თელავში, ახალციხელში, ლუგდიდში და მესტიაშიც. და ეს სადგურები უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში აწარმოებს, ასე ვთქვათ, სინჯების აღებას და უკვე გამზომ ანალიტიკური ხელსაწყოების საშუალებით ჩვენ გვაქვს უწყვეტ რეჟიმში ინფორმაცია სხვადასხვა დამაბინძურებლებზე, რაც მნიშვნელოვანია. ეს არის მყარი ნაწილაკები, აზოტის და გოგირდის დიოქსიდები, ოზონი, ნახშირბადის მონოქსიდი, მაგრამ ბუნებრივია გაცილებით მეტარიალზე გვაინტერესებს და გვჭირდება ინფორმაცია ხარისხის შესახებ და ასევე გარემოს ეროვნული სააგენტო წელიწადში 4-ჯერ ატარებს ინდიკატორულ გაზომვებს. ესეც აღსანიშნავია, რომ თუ გასულ წლამდე 32 ქალაქში დასახლებულ პუნქტში ვატარებდით, წელს უკვე ეს არეალიც გავზარდეთ და 48 დასახლებულ პუნქტში, ესეც საერთაშორისო სტანდარტით და მეთოდოლოგიის შესაბამისად, ტარდება ინდიკატორული გაზომვები. ამ შემთხვევაში ისაზღვრება ბენზოლის, ოზონის და აზოტის დიოქსიდების კონცენტრაცია. რეგიონების მიხედვით ალბათ იქნება, ხო, ბუნებრივია. სად არის ყველაზე რთული ვითარება და სად არის ყველაზე პოზიტიური? კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება უკვე ეს არის უშუალოდ ხარისხთან დაკავშირებით, როგორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში. დიახ, ხარისხი არის დამოკიდებული რამდენიმე ფაქტორზე. ბუნებრივია, ეს არის რა დაბინძურების წყარო გვაქვს, ხო? იმიტომ რომ დაბინძურების წყარო სხვათა შორის შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენური. ზოგჯერ გონიათ, რომ მხოლოდ ადგილობრივი, მაგრამ არა, პერიოდულად გვაქვს ხოლმე და ამაზეც ვისაუბრებ, რომელი ნივთიერებების კუთხით არის გარკვეული, ასე ვთქვათ, გამოწვევები და მაგალითად რომ ვთქვათ, აი მყარი ნაწილაკები. პერიოდულად ისე იმატებს ხოლმე ვიზუალურადაც შეგინიშნიათ ალბათ და ეს არის სწორედ ბუნებრივი ტრანსასაზრო დაბინძურება და არა ადგილობრივი. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, თუ შეიქმნა ესეთი სინოპტიკური სიტუაცია, რომ სამხრეთიდან ან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს ტვერის შემოჭრა ხდება, ამ შემთხვევაში შეიძლება მყარი ნაწილაკები აჭარბებდეს. მგონია, რომ ამ უდაბნოს ტვერის ამ ჩვენი ჭადრების ამისი არ მეშინია. მგონია რომ არ უნდა მეშინოდეს. მათ შორის აი ცეცხლის დამწვავისაც არ მეშინია, რომელზეც ხშირად ამბობთ ხოლმე. ძალიან მგონია რომ ძალიან უნდა გვეშინოდეს გამონაბოლქვი. ეხლა გითხარით
რა არის საშიში? უდაბნოც ის რაც იწვება მათ შორის აი ეს რომ დავახარისხოთ. კი ბატონო თქვენ ცოტა გაასწარით ასე ვთქვათ ჩემს შეფასებას რაზეც საუბრობდი ერთი თქვი მყარი ნაწლაკები და მეორე დიახ ზუსტად აზოტის დიოქსიდი რაც თქვენ უკვე ბრძანეთ რომელიც დაკავშირებულია სწორედ ტრანსპორტის გამონაბოლქვთან და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ როგორც გითხარით ინდიკატორულ გაზომვებს საკმაოდ ფართოდ ვიყენებთ და ყველა იმ ლოკაციაზე სხვადასხვა ქალაქებში ეს არ ეხება მარტო დედაქალაქს ანუ ყველაზე მეტად რა თქმა უნდა დედაქალაქს სადაც ავტოტრანსპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით გვაქვს მაგრამ სხვა ქალაქებში შეიძლება ქუთაისში ბათუმში ანუ იმ ქუჩებზე სადაც ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს და ინტენსიური ავტოტრანსპორტის მოძრაობა და შესაბამისად გამონაბოლქვი აზოტის დიოქსიდი ნამდვილად რა გარკვეულად არის მომატებული ხოლმე ასეთ ლოკაციებზე სწორედ ამიტომ აი თქვენ რომ ბრძანებთ როგორ არის სადგურები განთავსებული ან ეს თუნდაც ინდიკატორული გაზომვები ზუსტად ამ პრინციპით ვარჩევთ ლოკაციებს რომ მარტო ესეთ ადგილებში კი არ ზომავდი ასევე ფონურში რომ შესაძლებელი იყოს ანუ სადგურები მაგალითად იგივე ინდიკატორული გაზომვები ძიმ პრინციპით კეთდება რომ შედარებით სუფთა ადგილას და ვთქვათ შედარებით მაღალი ხო მაგრამ სოციალურ ქსელებში სულ მუდმივად იყო ახლა არ ვიცი მაგრამ ძალიან ხშირად იქ სადაც არის მაგალითად ინდუსტრია მაგალითად რუსთავზე იყო კასპიზე იყო იქ ალბათ უფრო კაცრია კონტროლი იცით როგორ არის დიახ აი მაგალითად მე გითხარით რომ რუსთავში ორი სადგური გვაქვს და ეხლა ქსელს რო ვაფართოებთ კიდევ ერთი ახალი ტიპის სადგური ჩდება ჩვენ მონიტორინგის ქსელში რომელსაც ზუსტად სამრეწველო სადგური ეწოდება ანუ გვაქვს ფონური სადგურები გვაქვს საგზაო მოძრაობაზე ორიენტირებული სადგურები და აი ამ გაფართოების შედეგად რაც თქვენ უკვე დაანონსეთ გაგვიჩნდება კიდევ ახალი ტიპის სადგურები რომელიც სწორედ ამ სამრეწველო დაბინძურების მონიტორინგისკენ იქნება მიმართული ანუ აქ ყველაფერს მნიშვნელობა როგორ განვათავსეთ სადგურს ქარის მიმართულებით ქარის მიმართულებისაც ანუ ესეც მინდოდა მე თქვა განუმარტოთ თუ შეიძლება უფრო გასაგები რომ იყოს მათთვის თვითონ ამ სადგურების ავტომატური და მობილური სადგურების შორის რა სხვაობა არის რა ფუნქციებს ასრულებს კი ბატონო ანუ როგორც გითხარით ეს ავტომატური არის სტაციონარი რომელიც დგას კონკრეტულ ლოკაციაზე დამონტაჟებულია და მუდმივად აქ საზღვრავს და ზუსტად გვაქვს ეს ინფორმაცია ანუ განსხვავება ეს არის მობილური ბუნებრივი არის მოძრავი და არის შესაძლებლობა სხვადასხვა ლოკაციებზე გაიზომოს და ასევე როდესაც აი როგორია ხარისხი ვსაუბრობდით მინდოდა მეთქვა რომ ერთია რომ დაბინძურების წყაროები რა გვაქვს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასევე დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ ფაქტორებზე იმიტომ რომ შეიძლება გვაქვს ხოლმე საბედნიეროდ რომ ძალიან კარგი ხარისხია ყველგან მათ შორის რუსთავშიც იმიტომ რომ თქვათ არის კარგი განიავება იმ დღეს და ანუ ძალიან ბევრ ფაქტორზეა და სწორედ ამიტომ არის მუდმივი მონიტორინგი რომ მუდმივად ფლობდეთ ინფორმაციას იმიტომ რომ წვალებადია ბუნებრივია ჰაერი სხვათა შორის მე რაღაცა პერიოდის განმავლობაში ადრეს თქვენ როდესაც ჩვენთან სტუდიაში იყავით მაშინაც ვახსენე ეს მაგრამ ტელეფონში მომდიოდა მესიჯი მაგალითად დღეს ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე ჰაერი დაბინძურებულია და თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან. ნუ კარგი ხანია არ მიმიღია ეს შეიძლება თვითონ ამ სისტემის გამო, მაგრამ ერთია რომ ადგენთ თუ უბრალოდ თქვენ ჰაერის დაბინძურების ხარისხს საგანგაშოს ალბათ იქ არის რაღაცა სტანდარტები და მე რა ხდება ეგზავნება ვინმეს ეს შემდეგი რეაგირებისთვის ან მაყურებელს უთხრათ რამე არსებობს პრევენციები იმისთვის რომ ეს დაბინძურებული ჰაერი თუ რაღაც შევამსუბუქოთ რაღაც მექანიზმები თუ არსებობს თუ უბრალოდ განგავსტეხ და მორჩა მე თავისი თუ არ გაიწმინდა ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის ინფორმირება რა თქმა უნდა ან მონიტორინგი არ არის მონიტორინგისთვის მისი მიზანი სწორედ ინფორმირებაა და ამასთან დაკავშირებით მე მგონი უკვე ბევრმაც იცის და აქტიურადაც მოიხმარენ პორტალს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალს AR.gov.g რომელიც არის ასე ვთქვათ ოფიციალური წყარო ჩვენი სადგურების და ინდიკატორული გაზომვებით მათ შორის განთავსებულია და მნიშვნელოვანია რომ ყოველ საათობრივად ხდება მონაცემების განახლება და შეგიძლიათ იქ გაეცნოთ. ასევე როგორც კი ფიქსირდება გადაჭარბება თუნდაც აი რაზეც ვისაუბრეთ ტრანსსაზღვრო გადაჭარბება ჩვენ როგორც კი დადასტურდება ეს უკვე მეტეოროლოგიის დეპარტამენტის მიერ დაუყოვნებლივ ვდებთ განცხადებას როგორც ამ პორტალზე ასევე ჩვენი
სააგენტოს სოციალურ ქსელში განცხადებები კეთდება და რასაც თქვენ ბრძანებთ, რა ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ მოიქცეს ამ დროს მოსახლეობა, აქვე არის განთავსებული ჯანდაცვითი რეკომენდაციები, იმიტომ რომ სხვადასხვა რისკ ჯგუფების მოსახლეობისთვის რეკომენდაციაც ბუნებრივია სხვადასხვა და ეს რეკომენდაციები მომზადებულია სწორედ ჯანდაცვის მიმართულების სპეციალისტების მიერ და აქვე შესაძლოა გავეცნოთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია დაბინძურების დონეს, ყველა დონეს თავის შესაბამისი რეკომენდაცია. გარკვეულ დროში. თქვენ გულისხმობთ მაგალითად თუ მე ასთმა მაქვს. რა თქმა უნდა, თქვენ სხვა რისკ ჯგუფში ბრძანდებით, თუ მე არა მაქვს, მე სხვა ჯგუფში გავდივარ. შეიძლება დღეს თქვენთვის გასვლა არ იყოს რეკომენდებული. მოდით ეს მაყურებელს კიდევ ერთხელ ვუხსნათ, სად შეიძლება ეს მოიძიოს? დიახ, ეს არის ესე იგი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი ar.gov.j და სადაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველ საათობრივად ხდება ინფორმაციის განახლება. ქალბატონო მარინა, აი ამდენი ასე ვთქვათ სადგური და წარმომიდგენია საათში ერთხელ როგორი მასშტაბის და სიმძლავრის ინფორმაციების ნაკადი მოდის თქვენამდე. საერთაშორისო მიმართულება ძალიან საინტერესოა. რა სიხშირით ინტერესდებიან საერთაშორისო ორგანიზაციები თუ თქვენი კოლეგა უწყებები ან თუ გაქვთ თქვენ ვალდებულება რომ მიაწოდოთ მათთან ზოგადი მდგომარეობის ჰაერის დაბინძურებას ხარისთან დაკავშირებით ინფორმაციები. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მე შემიძლია გითხრათ რომ პორტალზე რომ თავსდება ინფორმაცია, ასევე გარდა ამისა ჩვენ რა თქმა უნდა ვახდენთ, ეხლა ეს არის ონლაინ რეჟიმში, ჩვენ ვხედავთ როგორია, მაგრამ საბოლოოდ რა თქმა უნდა უნდა გაკეთდეს შეფასება. ანუ შეჯამება თუ როგორი ჰაერი იყო, თქვენ როგორ ძანეთ წლიური ანგარიშებით კეთდება. საქართველოს მთავრობას დადგენილებით დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტი ჰაერის ხარისხის სტანდარტების შესახებ და ყველა ნივთიერება რაც ჩამოვთვალე, მას გააჩნია შესაბამისი ზღვრული ნორმა. ჩვენ აი ამ დიდ მოცულობას, რასაც თქვენ ბრძანებთ, შემდეგ უკვე ხდება რა თქმა უნდა სტატისტიკურად დამუშავება ამ მონაცემების და შედარება დადგენილ სტანდარტთან. სწორედ ამით ვსაზღვრავთ, აი გასული წლის განმავლობაში მაგალითად იყო ნორმაში თუ რაღაცა აღემატებოდა და ასე ხდება უკეთრად აი მონაცემების გაზიარებაც. ანუ როდესაც მოგმართავენ შეიძლება იგივე საერთაშორისო ორგანიზაციამ ყველას კიდე თავისი მოთხოვნა, რა სახის მონაცემებიც მოთხოვნა ხდება, იმ ტიპის დამუშავება ხდება და მე მაგალითად როდესაც უცხოეთში გადაღებაზე მივდივარ, წინასწარ არასდროს დავინტერესებულ ვარ, როგორი ჰაერის ხარისხი იქნება იმ ქვეყანაში და ერთხელ ერთ-ერთ გადაღების დროს უცხოეთში ჩეხი კოლეგა და მე ვისაუბრეთ და მეუბნება რომ იციო ხვალ ამ ქვეყანაშიო ჰაერის დაბინძურება არის გამოცხადებული, ანუ მას დაინტერესდა და გამოიიკვლია იმდენად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაინტერესებს თავი რა მოსახლეობა გვიყურებს და აი ყველაზე მთავარი ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად დედაქალაქში მწვანე საფარმა მოიმატა. ეს არ შეამჩნიო, ძალიან ძნელია. ხეები, სკვერები გაჩნდა და ასე შემდეგ. რამდენად მოქმედებს ჩვეულებრივ ადამიანს ეს აინტერესებს. რამდენად მოქმედებს ეს ჰაერზე, რამდენად გაუმჯობესდა სტატისტიკური თვალსაზრისით სხვა წლებთან შედარებით. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ეხლა ეს პროცენტულად ზუსტად მე ამ წუთას ვერ გიპასუხებ, მაგრამ ბუნებრივია, რომ ღონისძიებები, რომელიც არის მიმართული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, არის გარკვეული, ასე ვთქვათ, სტანდარტი, ბუნებრივია, თუნდაც ის სცენარეებიც კი არის გამორჩეული, რომელიმე ეტაჟთან დგავს, რომელიც ნაკლებად, ანუ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და აი თქვენ რასაც ბრძანებთ, ზუსტად აი ეს არის, რომ მონიტორინგი, რასაც გამოავლენ, ზუსტად იქით ხდება მერე ღონისძიებების დაგეგმვა. ანუ თუ მტვერია მეტი, შეიძლება რაღაც მცენარემ და ასე ვთქვათ. შეიძლება ერთობლივი უწყებას შორის კონსულტაციების საფუძველზე. და ეს არის მთელი სამუშაო ჯგუფები იქნება დარგობრივად მე კიდე მგონია რომ უბრალოდ ეს მცენარე მოწონდა და ამიტომ დარგეს ასე. მათ შორის მუნიციპალიტეტებით ჩართული ამ ხარისხის გაუმჯობესების გეგმები როცა მზადდება და ყველას თავის ვალდებულება აქვს. ჩვენ მაგალითად როგორც გარემოსდევნო სააგენტოს ვალდებულება გვაქვს რომ გავზარდოთ მონიტორინგის ქსელი, რომ კიდევ მეტი ინფორმაცია მუნიციპალიტეტს გამწვანება, მწვანე ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ვიღაცა ცნობიერების ამაღლებაზე
ფონდზე თავის ფუნქციიდან გამომდინარე. ერთი რაც თქვენი პასუხიდან მივხვდი კიდე ეს არის რომ ფოტინია ესე იგი ისრუტავს როგორც ჩანს დაბინძურებულ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ბევრგან არის ფოტინია. შორის პანდემიის დროს იყო გაწმენდილი ყველაფერი და ყველა მცენარე ბრჭყიალებდა. ბოლოს მაინც უნდა დავამატოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გველოდება მიმდინარე წელს, როგორც აღნიშნეთ, კიდევ 10 ახალი სადგური, რაც ძალიან დიდი ინფორმაციის წყარო იქნება, არეალებს გაზდის კიდევ უფრო მეტად, სადაც ტარდება მონიტორინგი და კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გვექნება ინფორმაცია და ესეც რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი იქნება პორტალზე უკვე ეტაპობრივად ახალი სადგურები, როგორც კი ამოქმედდება. ძალიან დიდი მადლობა. ყოველ შემთხვევაში გვინდა რომ ცნობიერება ამაღლდეს ამ კუთხითაც, რომ ცხოვრებლებს აინტერესებდეთ რა დაბინძურების და რა შემადგენლობის ჰაერს ვთქვათ დღის განმავლობაში იქ სადაც ჩვენ მუდმივად ცხოვრობთ. დიდი მადლობა, წარმატებები უნდა გისურვოთ თქვენ. ჩვენი სტუმარი იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე. დიდი მადლობა თქვენ, წარმატებები, მაყურებელს წარმატებები და მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად დაიწყეთ. მართალია, სამწმები გამოაცხადა, მაგრამ